აბა მოგესალმებით კიდევ ერთხელ ჩემო მეგობრებო, გამომწერებო, იუთუბელებო. მადლობა თქვენი ყურებისთვის, გამოწერისთვის, კომენტარებისთვის, განსაკუთრებულად რომ მიკავშირდებით პირად კონსულტაციებზე თქვენი ნდობისთვის, ყველაფერისთვის, რომ მიყურებთ, რომ თქვენი დამსახურება, რომ მაქვს ეს, ასე ვთქვათ, YouTube არხი, იმიტომ რომ სტიმული მაქვს, რომ ჩავწერო მეტი გაშლები, რომ ვიცი, რომ თქვენ გაინტერესებთ და მიხარია, ორმხრივი კავშირია. მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის. პირადზეა, რა თქმა უნდა, გაშლა სამ ვარიანტზე გავაკეთებ, მაგრამ ძალიან არ განვავრცობ, რომ დიდი ვიდეო არ გამოვიდეს და არც თქვენ დაიღალოთ და ჩემს კონტენტში ჩაეტიოს. ვეცდები. სხვადასხვა დასტით გავაკეთებ, მაგრამ იქნება დახმარება, რა თქმა უნდა. სავსე მთვარის ორაკული და რუნები, როგორც ყოველთვის. რუნების გარეშე ჩვენ ვესაუბრებით კოსმოსს, ვიგებთ ახალ ამბებს ფაქიზის სივრციდან, ამიტომ მნიშვნელოვანია კონდეს ეს ენერგოსაინფორმაციო მწვდომა. მოკლედ, სამ ვარიანტზე იქნება. პირველი იქნება იასპის ქვა, მეორე იქნება ესეთი იასამნისფერი ამეთვისტო და მესამე არის ესეთი ჩვეულებრივი ქვა. თქვენ ამოირჩიეთ კრისტალებით, ქვებით სამი ვარიანტი. ჩანს დაიცოდე, კარგად ჩანდეს, აი სამი ვარიანტი. სამივეზე დავაწყობ. ჯერ რა ენერგიებშია ეს ადამიანი? ენერგიები, რა ენერგიებშია? ენერგიები. რა თქმა უნდა, გვაინტერესებს ადამიანი, ხო? თქვენთვის საინტერესო ადამიანი. შემდეგ რაღაც მომენტში პარტნიორული ურთიერთობა შემოიფარგლება გრძნობის გაციებით და თუ გაინტერესებთ, აი რატო გავცივდა გული, რატო აღარ არის ისე, როგორც ადრე, ხო? ნახოთ, აბა რატო გაცივდა? მოკლედ, მეორე კითხვა იქნება ასეთი. რატო გაცივდა ვარიანტი? რატო გავცივდა გული, ან გაუხეშდა? და მესამე კითხვა იქნება, თუ ფლირტაობს ვინმე სხვა ქალთან და არ აქვს მნიშვნელობა. ეს იქნება, თქვათ, ის ადგილი, სადაც ხშირად დადის, ის კაფე, სადაც ხშირად მიირთმევს, ან მოსაჯდომი, ან რესტორანი, ეს ოფიციანტია, მიმტანია, მომსახურე პერსონალია, თუ ანუ არ აქვს მნიშვნელობა. ხო, აი ესეთი ლოხკი ფლირტი, რო იტყვიან ესეთი, მსუბუქი ფლირტი. აი თუ ეფლირტავება მსგავს. ხო, მსგავს. ხა ყველა სხვადასხვა სიტუაციებში შეიძლება საერთოდ არ დადის კაფეში, მაგრამ არ მგონია ხო 21 საუკუნეში კაფეში არიაროს. აი რაღაც, ხო? აი თუ ეფლირტავება. სხვას, ხო? ჩვენ ხო ცნობის მოყარეები ვართ ქალები და გვაინტერესებს. თუნდაც სუბუქად. თუ ეფლირტავება სხვას. და ორაკულს ვკითხავ, როგორ გაგრძელდება თქვენი ურთიერთობა. სამ ვარიანტია, შეგიძლიათ კიდე ჩაიფიქროთ, თუ არ აგირჩევიათ, ან მოусმინოთ, რომელსაც გინდათ, ან სამივე ჩაიფიქროთ, როგორ გაგრძელდება თქვენი ურთიერთობა, როგორ გაგრძელდება თქვენი ურთიერთობა, როგორ გაგრძელდება თქვენი ურთიერთობა.
და რა თქმა უნდა ჩვენ რუნებს ვკითხავ, თუ ხედავენ რუნები თქვენ ურთიერთობას ნამდვილად სტაბილურს. და აი რო ღირს ურთიერთობა, ხო არის, რომ აი ღირს ურთიერთობა ამ ადამიანთან. აი რუნებს დავეკითხოთ, თუ ხედავენ რუნები, რომ ღირს ეს ურთიერთობა. მოკლედ მე მგონი თუ ჩაიფიქრეთ, მე მგონი დრო საკმარისი იყო ვიწყებ პირველი ვარიანტით. ჯერ იყო ენერგია ადამიანის. აქვე თქვენთან ერთად ენერგიები თვითონ ამოვიდა ეს ადამიანი სტაბილურად, საქმოსანი, ბიზნესმენი, დამპროექტებელი. ასევე გრძნობით ამოდის ეს ადამიანი. ადამიანს, რომელსაც უყვარს სილამაზე, ესთეტიური სილამაზე, აი ლამაზი რესტორანი, სიმდიდრე, საანთლები, რომანტიულია. ამ ადამიანს ეხლა ფლირტაობაზე რაც შეეხება, ესეთი რამე არ ამოდის, როგორც ასეთი, მაგრამ ნახეთ, უყვარს თავის მოწონება, ანუ ნახე, ის კი არა რომ ეფლირტავს, არა, აი თავის გამოჩენა, იმიტომ რომ თავისი ენერგიებიდან გამომდინარე პირველი ვარიანტი არის ესეთი, რომ აი უნდა რომ აი ლამაზად ეცვა, საუკეთესო ბრენდი, ხო? ლამაზ ადგილებში დადის. თუ ეხა ვიღაცა გზაბი გალოვკას რო ეძახიან, ხო, რაღაც სასადილოში შევა ეს, მაგალითად ძვირიან კარგ ისეთ ლამაზ რესტორანში მიირთმევს. და უყვარს თავის გამოჩენა, ანუ რომ გამარჯვებული იყოს, ეს მისი პრინციპია, მისი ბუნებაა. კარგით, ღირს ამ ადამიანთან, პირველ ვარიანტთან, ვინ ჩაიფიქრა ურთიერთობის გაგრძელება. თქვენ გეხმარებიან აქ არის ესეთი კარტი, რაც ნიშნავს, რომ თქვენ გეხმარებიან ორივე მხრიდან, ანუ ყავთ დამხმარე, მაგიური დამხმარე, ანუ ამ შემთხვევაში კარგი, ნახეთ, ცუც არ ნიშნავს, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ ინტუიცია და ძალიან კარგად გრძნობთ და ხედავთ, ანუ თუ ეს ადამიანი არის თქვენთან და თქვენი არჩევანია. დაგეხმარნენ, ანუ ნახეთ რაღაცნაირად გიბიძგეს და თქვენ აირჩიეთ, იმიტომ რომ გეხმარებიან და კი ღირს, იმიტომ რომ ამ ადამიანთან გექნებათ, ანუ სულ სიუხვე. მდიდარია, თავიდანვე ესე ამოვიდა, ეხლა უბრალოდ მაინც საჯარო გაშლა და მე ხო არ ვიცი, ვინ უყურებთ, როგორ ემთხვევა, ძალიან გთხოვთ მომწერეთ, რომ გავიგო, თუ ნამდვილად ემთხვევა და თუ ნამდვილად აი ესე რეზონირდება, იმიტომ რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია. აი მდიდარია და სულ სიუხვეში იქნებით და თქვენ დაგეხმარნენ, ანუ ზემოდან. ეხლა როგორ და რანაირად დეტალურად ეს უკვე პირადში ავხსნი ამას, როცა ადამიანი მიკავშირდება პირად კონსულტაციაზე, აქ ეხლა საჯაროა და ესე ვერ განვავრცობ თუ როგორ გეხმარებიან ზემოდან ძალები. და პირველ ვარიანტთან ყველაფერი იდეალურად არის, ნამდვილად ღირს, ყველაფერი გექნება და ქერის ორმოშიო რა. აი ესეთი ვარიანტია და დავიწყოთ მეორე ვარიანტი. აბა ჯერ ენერგიები ვნახოთ, რა ენერგიებშია. საკმაოდ კარგ ენერგიებშია, პოზიტიურ ენერგიებშია. გაიცადე, კარგად ვნახო, სამი კარტი მაქვს ამოღებული, მაგრამ კი ბატონო. არა. აქ ნახეთ მეორე ვარიანტი ძალიან გაუმართლა, იმიტომ რომ ეს პირდაპირ არის კოსმოსიდან, ანუ ნახეთ, კავშირი კოსმოსიდან, ანუ რაღაცა აქ ესეთი სიტუაციაა მეორე ვარიანტთან, პირველისგან განსხვავებით. აქ ამოდიხართ თქვენ, როგორც მთავარ როლში, ანუ თქვენ ქალი იმპერატრიცა, რომელიც დაიმსახურეთ სიყვარულიც, მზრუნველობაც, ყველაფერი საუკეთესო, თქვენ ტრონზე ზიხართ აქ, ნახეთ. აბსოლუტურად ძლიერი, ლამაზი, შემდგარი და ეს სამყაროდან, სამყარო საჩუქარია და ამოდის ნამდვილი სიყვარული ამ შემთხვევაში. ანუ მეორე ვარიანტთან ძალიან კარგად ამოვიდა ყველაფერი.
აქ არანაირი სხვა ფლირტი და რაღაცა არ არის. ამოდის რომ ეს ნამდვილად ორმხრივია, სიყვარული არის და აი დიდი ხანია და თან ზემოდან და ნახოთ აბა რჩება. კი ბატონო, წინაპრული, თქვენ დაგეხმარნენ ამ შემთხვევაში წინაპრები, ეს არის წინაპრული კავშირი, ესე იგი ძალიან კეთილშობილი წინაპრები ყოლიათ თქვენ, ეხლა ვინც მიყურებთ, რომ აი გაგიმართლათ, ჯვარი გწერიათ და ნამდვილად შეგხვდათ ის ადამიანი, ვინც იმსახურებს სიყვარულს და რუნები რას გეტყვიან. რუნები გეტყვიან, რომ ეხლა შეიძლება ამ მომენტში გაჩერებულია ყველაფერი, რაღაც სიცივე იგრძნობა, მაგრამ ეს სიცივე გაივლის, იმიტომ რომ ეს უკვე გადაწყვეტილია თქვენი წინაპრებიდან, ნახეთ, აქ ერთვებიან სხვადასხვა სისტემები, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ეს წინაპრების დალოცვა, ხო, კარმულად. როცა ვიღაცას ან თქვენი მხრიდან, ან იმის მხრიდან, ხო, ვიღაც ესეთი გამორჩეული ადამიანი, თუნდაც კეთილი, ნათელი, მართალი სული, ხო? აღარ ვსაუბრობ ხა ეპისკოპოსებზე და სასულიერო პირებზე. თუნდაც ესეთი თუ ყავდათ, ბაბუის ბაბუა და ასე შემდეგ, ხო? შთამომავალი თუ ხართ, ანუ დალოცვილია, შვიდაობაზე გადადის იმის მადლი და ისინი ზემოდან მერე ხდებიან თქვენი მფარველები და ეხმარებიან, თუნდაც რომ თქვენი ბედი იყოს, აი მაგალითად, ესეთი მყარი, მოწესრიგებული, ძლიერი და რა თქმა უნდა, ერევიან აქაც საგვარეულო ვარიანტია რა. საგვარეულო ვარიანტი. აი ესეთი ინფორმაცია მოდის მეორესთან. მშვენიერია და გადავედით მესამე ვარიანტზე. ჯერ ენერგიებში როგორ არის, რა ხდება? მესამეს დანგრეული აქვს რაღაც ენერგია, დამანგრეველი რაღაც ან გადაიღალა, ან რაღაც პრობლემა აქვს. ნახოთ რატომ რა ხდება. რაღაცებს იხდის ეს ადამიანი. ვალებს როგორც პირდაპირ მნიშვნელობით, ასევე კარმოს, საქმიანობს რაღაცებს, შრომობს, იხდის და წვალობს და მოკლედ როგორც ჩანს, აი ამ შრომამ გადაღალა, მაგრამ თვითონ ამოდის იმპერატორი, რაც ნიშნავს, რომ ეს ადამიანი არის როგორც აი ქართველი ტიპიური მამაკაცი, თავისი წესჩვეულებებით, თავისი შეხედულებით, ყველაფრით რა, იმპერატორია მოკლედ. პასიური კი არის ახლა ეს იმპერატორის კარტი, მაგრამ თვითონ განაგებს სიტუაციას. ეხლა ამ წუთას დანგრეულია, იმიტომ რომ გითხარით, ხო, რაღაცას იხდის, შრომობს. რჩევა. ეს არის ნამდვილი სიყვარული. იმიტომაც ამოვიდა იმპერატორი, მესამე ვარიანტო. ლილია არის სიწმინდე, ნამდვილი სიყვარული, წრფელი სიყვარული და ამოდის ლაგუზი, რაც ნიშნავს, რომ მას მოხიბლა თქვენმა ქალურობამ, თქვენმა ინტუიციამ, რა თქმა უნდა ფიზიკურმაც, მაგრამ აი იმ გრძნობამ, იმ გრძნობის მორევმა, აი ძალიან ქალური ხართ ეთყობა და ეს ნამდვილი იმპერატორია და რაღაც ტანდემი მოხდა თქვენ შორის. თუ გადაღლილია ვერ გწერთ ან რაღაც ისეთ სიტუაცია, იცოდეთ რომ რაღაცებს იხდის, შრომელია, ასე ჩანს. და ამან შეუშალა ხელი, მაგრამ აუცილებლად გამოჩნდებოდა თქვენით მოხიბლულია და ეს ნამდვილი სიყვარულია. მესამე ვარიანტში, პრინციპში სამივე ვარიანტი კარგია. არც ერთთან არ ამოსულა ეს ფლირტაობა და რაღაც ღლაბუცი, რაც არც მე არ მიყვარს ახლა. რა მოსატანია სერიოზულ ადამიანთან ეს, მაგრამ მაინც ახლა სოვის მოყარეები ვართ და გვაინტერესებს და მაინც დავამატოთ მესამესთან, მესამე ვარიანტთან. ყველაფერი წესრიგშია, მაგრამ მაინც ვამატებ. ხო, გამოსვლა აქ რაღაც კრიზისიდან, მოსწონს თქვენი გონიერება, შორსჭრეტელობა, ინტუიცია, რომელიც ძალიან ძლიერი გაქვთ, მესამეებო და ახალი ნაბიჯი გადმოდგმული იქნება. იმპერატორია რა, გაიგეთ, ნამდვილი ქართველი მამაკაცია. ქართველი მამაკაცი უფრო არის პასიური, მას უყვარს აქეთ რომ ზრუნავენ მასზე, მას უყვარს როცა
ემსახურებიან ის, რომ ესე იგი განაგებს სიტუაციას და ნუ იგრძნოს, რომ ის არის უფროსი, ოჯახში უფროსი მე ვარ. მაგრამ ნუ ახლა რა ვქნათ, არავინ ვართ იდეალურები და ფაქტია, რომ აქ არის ლილია მესამე ვარიანტთან, წრფელი გულით, წრფელი ნამდვილი სიყვარულით და რაც თავარია დააფასა ლაგუზი, ეს თვითონ თქვენ ხართ ჩემო ლამაზებო და ესე დავამთავრებ, თუ მოგეწონათ, თუ რეზონირდა და მომწერეთ და მილაიქეთ და მადლობა, რომ მიკავშირდებით, მილაიქებთ, მიწონებთ და მიკომენტარებთ. აბა თქვენცი დროებით და წარმატება თქვენ.